გამარჯობა მეგობრებო. დღეს შევეხებით ერთ წიგნს, რომელიც ბევრისთვის იქცა წარმატებისა და გავლენის საიდუმლო სახელმძღვანელოდ. ძალაუფლების 50-რმა კანონი გვასწავლის, რომ ძალაუფლება არ არის ბუნებრივი ნიჭი, ის არის თამაში, სადაც სიჩუმე სიტყვებზე ძლიერია, რეპუტაცია კი ყველაფერს წყვეტს. მზად ხართ ერთად გავიღოთ, როგორ მუშაობს რობერტ გრინის მიერ დანახული ამ თამაშის წესები? არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს. მსმენელების 90%-ს ჯერაც არ გამოუწერია. ძალაუფლება მოითხოვს გარკვეული უნარების დაუფლებას. ყველა სურს და ჭირდება ძალაუფლება. მისი ნაკლებობა ადამიანებს ხდის უბედურებს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ბალანსი ცივილურობასა და იმდენად ძლიერ მდგომარეობას შორის, რომ სხვებმა ვერ გაკტეხონ. დახვეწილი ძალაუფლების თამაშის წესები ამ ბალანსის პოვნაში დაგეხმარებათ. ზოგი ამ თამაშს სხვების გამოყენების ბოროტ აქტად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ადამიანები სხვებზე უპირატესობის მოპოვების სურვილს ავლენენ, ისინი, ვინც ძალაუფლების თამაშს გაურბიან, ყველაზე დახელოვნებული მოთამაშეები არიან. ისინი, ვინც სუსტები არიან, არასოდეს გამოაჩენენ საკუთარ სისუსტეს. რობერტ გრინი მიიჩნევს, რომ სამყარო თამაშია და ამ თამაშისგან თავის არიდაბა ძალაუფლებას წაგართმევთ. ამ წიგნში განხილული კანონები დაგეხმარებათ, აიღოთ კონტროლი და გამოიყენოთ ძალაუფლების თამაში თქვენს სასარგებლოდ. ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც უნდა დაეუფლოთ, საკუთარ ემოციებზე კონტროლია. ეს აუცილებელია გონივრული და რაციონალური გადაწყვეტილებების მისაღებად. ამასთანავე, ისწავლეთ ობიექტურობა სიტუაციის გაანალიზებისას. უნდა შეგეძლოთ წარსულის გააზრება, რათა იგივე შეცდომები აღარ გაიმეოროთ. გარეგნობის შენარჩუნებაც გადამწყვეტია. მოტყუება დაფარავს თქვენს ნამდვილ განზრახვებს საჭიროების შემთხვევაში. შეგიძლიათ დაეუფლოთ ზემოთ ხსენებულ და სხვა უნარებს, რადგან ისინი ადამიანებს ბუნებრივად არ აქვთ. რობერტ გრინმა შეადგინა 48 კანონი, რომლებიც 3000 წლის წინანდელ ნაშრომებს ეფუძნება. ამ კანონებს მარტივი იდეა აერთიანებს. ზოგიერთი ქმედება ძალაუფლებას მოგიტანთ, ზოგი კი არა. მიუხედავად იმისა, შეისწავლით ამ ყველა კანონს თუ აირჩევთ თქვენთვის შესაბამის, ისინი ძალაუფლებისა და მისი მოპოვების გზების ღრმა გაგებაში დაგეხმარებათ. პირველი კანონი. არასოდეს დაჩtildeოთ თქვენი ზემდგომი. ყოველთვის ეცადეთ თქვენი ზემდგომი თავს კომფორტულად გრძნობდეს. მისთვის თავის მოწონება ან მასზე შთაბეჭდილების მოხდენა თუ გსურთ, ნუ გადაამლაშებთ საკუთარი მრავალმხრივი ნიჭის გამომზეურებას, რადგან შესაძლოა სრულიად საწინააღმდეგოს მიაღწიოთ, მან შიში და საფრთხე იგრძნოს. იმაზე ბრწყინვალედ წარმოაჩენინეთ თავი, ვიდრე სინამდვილეშია და თქვენ ძალაუფლების მწვერვალებს მიაღწევთ. მეორე კანონი. ზედმეტად არასოდეს ენდოთ მეგობრებს. ისწავლეთ, როგორ გამოიყენოთ მტრები თქვენს სასარგებლოდ. უფრთხილდით მეგობრებს, შეიძლება მათში შური აღძრათ. გარდა ამისა, ისინი განებივრებულები და ტირანულები ხდებიან. თუმცა დაიმეგობრეთ ყოფილი მტერი და ის ამჟამინდელ მეგობარზე მეტად გიერდგულებთ, რადგან მას ერთგულება დასამტკიცებელი აქვს. ფაქტობრივად, მეგობრებს უფრო უნდა უფრთხოდეთ ვიდრე მტრებს. თუ მტრები არ გყავთ, გაიჩინეთ. მესამე კანონი. დამალეთ თქვენი ზრახვები. ადამიანებს წონასწორობა დააკარგვინეთ და თქვენი მოქმედებების მიზნებთან დაკავშირებით გაურკვევლობაში ამყოფეთ. თუ არ ეცოდინებათ, რა ჩაიფიქრებთ, დაცვის მომზადების შესაძლებლობაც არ ექნებათ. საკმარისად შორს შეიტყუეთ, საკმარისად დაუბურეთ ხედვის არეალი და როცა თქვენს განზრახვას უკვე ძალიან გვიან იქნება. მეოთხე კანონი. იმაზე ნაკლები ილაპარაკეთ, ვიდრე საჭიროა. ადამიანებს სიტყვების დახმარებით შთაბეჭდილების მოსახდენად, რაც მეც ლაპარაკობთ, მით უფრო ბანალური გამოჩნდებით და მით უფრო ნაკლებად აკონტროლებთ თავს. თუნდაც სრულიად ბანალურ აზრს წარმოთქვამდეთ, ის უაღრესად ორიგინალური გამოჩნდება, თუ კი ბუნდოვანი, დაუსრულებელი და სფინქსის გამოცანასავით გამოუცნობი ფორმით მიაცდით. ძლიერი ადამიანები შთაბეჭდილებას ახდენენ და მათი ეშინიათ, იმიტომ რომ ნაკლებს ლაპარაკობენ. რაც მეც ლაყბობთ, მით მეტია იმის შანსი, რომ სისულელეს წამოროშავთ. მეხუთე კანონი. რეპუტაციაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. დაიცავით ის სიცოცხლის ფასად.
რეპუტაცია ძალაუფლებისთვის უმთავრესი ხასიათის მიმნიჭებელია. მხოლოდ რეპუტაციის წყალობითაა შესაძლებელი დაშინება და გამარჯვების მიღწევა. როგორც კი რეპუტაცია ეცემა, მაშინვე მოწყვლადი ხდებით და ყველა მხრიდან თავს გესხმიან. საკუთარი რეპუტაცია ხელშეუხებლად აქციეთ. ყოველთვის ყურადღებით იყავით და აღკვეთეთ მოსალოდნელი თავდასხმები. ამასთანავე, ისწავლეთ თქვენი მტრების განადგურება მათ რეპუტაციაში დაუცველი ადგილების აღმოჩენით. შემდეგ განზე გადექით და საზოგადოებრივ აზრს მათი თათელვის შესაძლებლობა მიეცით. მეექვსე კანონი. ნებისმიერ ფასად ყურადღება მიიქციეთ. ყველაფერი ფასდება გარეგნული შესახედავობით. იმას, რაც არ ჩანს, ფასი არა აქვს. არასოდეს მისცეთ თავს უფლება ბრბოში ჩაიკარგოთ ან დავიწყებას მიეცეთ. იყავით შესამჩნევი ნებისმიერ ფასად. თავი აქციეთ მაგნიტად ყურადღების მისაპყრობად. იყავით უფრო თვალში მოსახვედრი, უფრო ფერადოვანი, უფრო იდუმალი, ვიდრა უგემოვნო და მორცხვი მასაა. მეშვიდე კანონი. სხვები ჩართეთ და ამუშავეთ თქვენ სასარგებლოდ, მაგრამ სამუშაოს შემსრულებლის სახელი ყოველთვის თქვენი უნდა იყოს. გამოიყენეთ სხვა ადამიანების სიბრძნე, ცოდნა და გამოცდილება თქვენი საქმის წინსვლისთვის. ასე არა მხოლოდ ძვირფას დროსა და ენერგიას დაზოგავთ, არამედ შეგძენთ სწრაფად და ეფექტიანად მომუშავის რეპუტაციას. საბოლოო ჯამში თქვენს დამხმარეებს დაივიწყებენ, თქვენ კი ყოველთვის ემახსოვრებით. არასოდეს გააკეთოთ თავად ის, რაც სხვებმა თქვენთვის შეიძლება გააკეთონ. მერვე კანონი. ადამიანები აიძულეთ თქვენთან მოვიდნენ, თუ საჭიროა, სატყუ არა გამოიყენეთ. როდესაც სხვა ადამიანს აიძულებთ იმოქმედოს, თქვენ აკონტროლებთ ვითარებას. ყოველთვის უმჯობესია ოპონენტი აიძულოთ თქვენთან მოვიდეს და ამ გზით უარი თქვას საკუთარ გეგმებზე. აცდუნეთ ზღაპრული მოგებით და შემდეგ შეუტიეთ. ყველა კარტი თქვენს ხელთაა. მეცხრე კანონი. გაიმარჯვეთ თქვენი ქმედებებით და არასოდეს კამათით. ნებისმიერი ამწუთიერი ტრიუმფი, რომელიც თქვენი აზრით კამათში მოიპოვეთ, სინამდვილეში პირეოსის გამარჯვების ტოლფასია. ის ბრაზი და აღშფოთება, რაც გამოიწვიეთ, ბევრად უფრო ძლიერია და უფრო დიდხანს გასტანს, ვიდრე წუთიერი მოსაზრების შეცვლა. ბევრად უფრო ძლევამოსილი ქმედებაა, სხვებს აიძულოთ დაგეთანხმონ თქვენი ქმედებების საფუძველზე, სიტყვის უთქმელად. აჩვენეთ, ახსნა არ არის საჭირო. მეათე კანონი. ინფექცია. მოერიდეთ უბედურებსა და წარუმატებლებს. შესაძლოა რაიმე დაავადების შედეგად დაიღუპოთ, მაგრამ ემოციური მდგომარეობა დაავადების მსგავსად გადამდებია. მოგეჩვენებათ, რომ წყალწაღებულს ეხმარებით, სინამდვილეში კი საკუთარ კატასტროფას აჩქარებთ. უბედური ადამიანები თავად იზიდავენ უბედურებას, ისინი მას თქვენც დაგატეხენ თავს. ამის ნაცვლად ურთიერთობა იქონიებთ ბედნიერებთან და იღბლიანებთან. მე-11 კანონი. ისწავლეთ, როგორ იყოლიოთ ადამიანები თქვენზე დამოკიდებულნი. საკუთარი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ყოველთვის საჭირო და სასურველი უნდა იყოთ. რაც მეტად ჭირდებით, მით უფრო თავისუფალი ხართ. ისე მოახერხეთ, რომ ადამიანების ბედნიერება და აყვავება თქვენზე იყოს დამოკიდებული და აღარაფრის შეგეშინდებათ. არასოდეს ასწავლოთ იმდენი, რომ თქვენ გარეშე მოახერხონ ფონს გასვლა. მე-12 კანონი. გამოიყენეთ შერჩევითი კეთილსინდისიერება და სულგრძელობა მსხვერპლის განმაიარაღებლად. ერთი კეთილსინდისიერი და სულგრძელი ნაბიჯი გადაფარავს 10-ობით არაკეთილსინდისიერს. გულღია კეთილსინდისიერი და სულგრძელი საქციელი მოადუნებს ყველაზე ფხიზელი ადამიანების ყურადღებასაც კი. როგორც კი თქვენი შერჩევითი კეთილსინდისიერება მათ ჯავშანში ნაპრალს აღმოაჩენს, შეძლებთ თქვენი შეხედულებისამებრ მათ მოტყუებასა და მანიპულირებას. დროული საჩუქარი, ტროას ცხენი ასევე ემსახურება იმავე მიზანს. მე-13 კანონი. დახმარების თხოვნისას ადამიანების პირად ინტერესს მიმართეთ და არა მათ გულმოწყალებას ან ადლიერებას. თუ დახმარებას მოკავშირისგან ითხოვთ, არ არის საჭირო შეახსენოთ ადრე გაწეული თქვენი დახმარება და კეთილი საქმეები. ის თქვენ იგნორირების გზას მოძებნის. ამის ნაცვლად დაანახეთ თქვენი თხოვნის განხორციელება ან თქვენთან შეკავშირება მისთვის რამდენად სასარგებლო აღმოჩნდება. ეს ბევრჯერ გაიმეორეთ და გადაჭარბებითაც კი აღუწერეთ მოსალოდნელი სიკეთე. ის ენთუზიაზმით გადაეშვება ახალი ამოცანის შესასრულებლად, თუ კი თავისთვის სასარგებლოდ ჩათვლის. მე-14 კანონი. თავი მეგობრად მოაჩვენეთ, იმუშავეთ როგორც ჯაშუშმა.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოწინააღმდეგეზე ინფორმაცია გქონდეთ. გამოიყენეთ ჯაშუშები ღირებული ინფორმაციის შესაკრებად, რაც ერთი ნაბიჯით წინ ყოფნის შესაძლებლობას მოგცემთ. კიდევ უკეთესი, თავად გახდით ჯაშუში. ისწავლეთ ნიადაგის მოსინჯვა თავაზიად ურთიერთობის დროს, რათა ადამიანი აიძულოთ საკუთარი სისუსტეები და მიზნები გამოამჟღავნოს. არ არსებობს დახელოვნებული ჯაშუშობისთვის გამოუსადეგარი ვითარება. მე-15 კანონი. მტერი ბოლომდე გაანადგურეთ. ყველა დიდმა ლიდერმა, მოსეთი დაწყებული, იცოდა, რომ დამფრთხალი მტერი ბოლომდე უნდა გაანადგურო, მათ თავად შეიძინეს მწარე გამოცდილება. თუნდაც ერთი სუსტად ხრჩოლავი ნაკვერჩხლის დატოვებით, ადრე თუ გვიან ცეცხლი აგიზგიზდება. შუა გზაზე გაჩერებით შეიძლება იმაზე მეტი დაკარგოთ, ვიდრე სრული განადგურებისას. მტერი ძალას მოიკრებს, მოძლიერდება და შურს იძიებს. ამიტომაც მტერი სრულად გაანადგურეთ, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. მე-16 კანონი. გამოიყენეთ არყოფნა პატივისცემისა და ღირსების ასამაღლებლად. მეტისმეტად ხშირად თვალში ნურავი შეეჩხირებით. რაც უფრო ხშირად გხედავენ და გისმენენ, მით უფრო ჩვეულებრივი ხდებით სხვებისთვის. თუ უკვე ფეხი მოიკიდეთ ჯგუფში, დროებით ჩამოსცილდით მას. ეს კიდევ უფრო გააცხოველებს საუბარს, ბევრის ახტაცების ობიექტი გახდებით. უნდა ისწავლოთ, როდის წახვიდეთ. შექმენით ღირებულება ნაკლებობის გზით. მე-17 კანონი. სხვები გაურკვევლობასა და ტერორში ამყოფეთ. დანერგეთ ატმოსფერო, რომელიც გამორიცხავს პროგნოზირების შესაძლებლობას. ადამიანები ჩვევებზე დამოკიდებული არსებები არიან და დაუოკებელი სწრაფვა აქვთ სხვების მოქმედებებშიც რაღაც ნაცნობი დაინახონ. თქვენი მოქმედების განჭვრეტადობა მათ კონტროლის შეგრძნებას აძლევს. ამოაყირავეთ მაგითა. იყავით სრულიად არაპროგნოზირებადი. ქცევა, რომელიც არათანმიმდევრული და უმიზნო ჩანს, მათ წონასწორობიდან გამოიყვანს და თავს დაიქანცავენ, ოღონდაც ახსნა მოუძებნონ თქვენ საქციელს. ამ სტრატეგიის უკიდურესობამდე მიყვანით შესაძლებელია დაშინება და დაფრთხობა. მე-18 კანონი. თავის დასაცავად ციხესიმაგრეს ნუ ააგებთ. იზოლაცია საშიშია. სამყარო სახიფათოა, მტრები ყველგან არიან. თითოეულმა დამოუკიდებლად უნდა დაიცვას თავი. ციხესიმაგრე ყველაზე უსაფრთხო ჩანს, მაგრამ იზოლაცია ბევრად მეტ საფრთხეს გიქმნით, ვიდრე გიცავთ. ის გზას გიჭრით ფასდაუდებელ ინფორმაციამდე, ადვილად გამოსარჩევი ხდებით და შესაბამისად იოლი სამიზნე. უმჯობესია ადამიანებთან ურთიერთობა, მოკავშირეების მოძებნა, მათთან კონტაქტი. ბრბო მტრებისგან დაგიცავთ. მე-19 კანონი. იცოდეთ, საქმე ვისთან გაქვთ, შეცდომით ნუ გაანაწყენებთ ადამიანს. მსოფლიოში მრავალი ტიპის ადამიანი არსებობს და ვერასოდეს იქნებით დარწმუნებული, რომ თქვენ სტრატეგიაზე ყველას ერთნაირი რეაქცია ექნება. ზოგიერთს თუ მოატყუებთ, ან ხრიკით აჯობებთ, ისინი მთელი ცხოვრება შურისძიებისთვის ხელსახრელი მომენტის დადგომას დაელოდებიან. ისინი არიან ცხვრის ტყავს ამოფარებული მგლები. თქვენი მსხვერპლი და მოწინააღმდეგე გულდასმით ამოირჩიეთ, შეცდომით სხვა ადამიანი არასოდეს გაანაწყენოთ ან მოატყუოთ. მე-20 კანონი. არავის მოკავშირეობა არ გჭირდებათ. მხოლოდ უგუნური ესწრაფვის რომელიმე მხარეს მიემხროს. არ მიემხროთ არავის, არც ერთ საქმეს არ დაუჭიროთ მხარე, საკუთარის გარდა. შეინარჩუნეთ დამოუკიდებლობა, ამ გზით ადამიანების ბატონ-პატრონად იქცევით, მათ ერთმანეთს გადაამტერებთ, აიძულებთ, თქვენ მოგდევნენ. 21 კანონი. თავი დოყლაპიად მოაჩვენეთ, რომ გამოიჭიროთ დოყლაპია. იმაზე უგუნურად მოაჩვენეთ თავი, ვიდრე გონიათ რომ ხართ. არავის მოსწონს, როდესაც სხვა ადამიანზე სულიერია. ამიტომ ხრიკი შემდეგში მდგომარეობს. თქვენი მსხვერპლი არა მხოლოდ ჭკვიანი უნდა ჩანდეს, არამედ თქვენზე ჭკვიანი. როცა ამაში დარწმუნდება, ვერც კი იეჭვებს, რომ ფარული მოტივები გამოძრავებთ. 22 კანონი. გამოიყენეთ კაპიტულაციის ტაქტიკა. სისუსტე ძალაუფლებად გადააქციეთ. როდესაც სუსტი ხართ, არასოდეს იბრძოლოთ ღირსებისთვის. უმჯობესია დანებდეთ. დანებებით დროს მოიგებთ, ძალების აღსადგენად. დროს იმისთვის, რომ აწამოთ და ნერვები მოუშალოთ გამარჯვებულს და ასევე დაელოდეთ, ვიდრე მისი ძალა დასუსტდება.
ნუ მიანიჭებთ კმაყოფილებას იბრძოლოს და გაიმარჯოს, თქვენ დანებდით. მიუშვირეთ მეორე ლოყა, ამით გააბრაზებთ და წონასწორობიდან გამოიყვანთ. აქციეთ კაპიტულაცია იარაღად ან ძალად. 23 კანონი. თქვენი ძალების კონცენტრაცია მოახდინეთ. გაუფრთხილდით თქვენ ძალებსა და ენერგიას. მათი კონცენტრაცია ყველაზე ძლიერ წერტილებში მოახდინეთ. უფრო მოიგებთ თუ იპოვით ნედლეულით მდიდარ მაღაროს და მას ჩაუღრმავდებით, ვიდრე ერთი მომცრო მაღაროდან მეორე მომცრო მაღაროზე გადაინაცვლებთ ინტენსიურობა ყოველთვის ჯაბნის ექსტენსიურობას. როდესაც ეძებთ იმ ძალების წყაროს, რომელსაც შეუძლია თქვენს აღმასვლას ხელი შეუწყოს, მოძებნეთ ერთი უმთავრესი მფარველი, ის ძროხა, რომელიც დიდხანს მოგცემთ რძეს. 24 კანონი. მოირგეთ სამეფო კარის წევრის როლი. სამეფო კარის დახვეწილი წევრისთვის იდეალურია გარემო, რომელშიც ყველაფერი ძალაუფლებისა და პოლიტიკური ოსტატობის გარშემო ტრიალებს. მან აითვისა ქარაგმებით საუბარი, მლიქვნელობს უფროსის წინაშე ყოველთვის დამთმობია და სხვებზე საკუთარ ძალაუფლებას ყველაზე ირიბი და დახვეწილი ხერხებით ახორციელებს. ცხოვრებაში გამოიყენეთ კარისკაცთა წრეში მიღებული წესები და თქვენს ზეასვლას სამეფო კარზე საზღვარი არ ექნება. 25 კანონი. საკუთარი თავი ხელახლა შექმენით. არ დათანხდეთ იმ როლებს, რომლებსაც საზოგადოება თავს გახვევთ. გარდაიქმენით, შექმენით ახალი პიროვნება, რომელიც ყურადღებას იპყრობს და არასოდეს აბეზრებს თავს აუდიტორიას. გახდით თქვენი შექმნილი ხატების ბატონ-პატრონი და საშუალება არ მისცეთ სხვებს, რომ ის თქვენს ნაცვლად განსაზღვრონ. გამოიყენეთ დრამატული ელემენტები საჯარო გამოსვლებისას და მოქმედებებისას და თქვენი ძალა გაათმაგდება, ხოლო თქვენი პერსონაჟი ბევრად უფრო მრავალსახოვანი გამოჩნდება, ვიდრე სინამდვილეშია. 26 კანონი. ხელები სუფთა გქონდეთ. ცივილიზებულობისა და ეფექტიანობის ნიმუშად უნდა მოაჩვენოთ თავი. ხელები არასოდეს გაისვაროთ შეცდომებით ან უსიამოვნო საქციელით. ასეთი შეურყვნელი იმიჯის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ სხვები განტევების ვაცებად ან იმისთვის, რომ საკუთარი მონაწილეობა გაასაიდუმლოოთ. 27 კანონი. ითამაშეთ ადამიანების მოთხოვნილებებზე, რათა შექმნათ კულტი. ადამიანებს დაუოკებელი სურვილი აქვთ, სწამდეთ რაიმესი. გახდით ამ სურვილის ცენტრი, შესთავაზეთ მათ საქმე, ახალი რწმენა, რომელსაც უნდა მისდიონ. ილაპარაკეთ ბუნდოვნად, მაგრამ გამოიყენეთ მრავალი დაპირების მომცემი სიტყვები. ხაზგასმით გამოყავით ენთუზიაზმი და არა რაციონალურობა და მკაფიო აზროვნება. ახალ მიმდევრებს შესთავაზეთ რიტუალები, რომლებიც მათ უნდა აღასრულონ და სთხოვეთ მსხვერპლის შესწირონ თქვენი სახელით. ორგანიზებული რელიგიისა და დიადი იდეების გარეშე თქვენეული ახალი სისტემა არნახულ ძალაუფლებას მოგანიჭებთ. 28 კანონი. თამამად გადადით მოქმედებაზე. თუ არ ხართ დარწმუნებული არჩეული სამოქმედო გზის სისტორეში, პრაქტიკულად ნუ მიყვებით მას. თქვენი მერყეობა და ყოხმანი შესრულების ხარისხს დაამცრობს. მორიდებულობა სახიფათოა, უმჯობესია თამამად მოქმედება. სიმამაცის წყალობით დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ადვილად გამოსწორდება კიდევ უფრო მეტი სიმამაცის წყალობით. მამაცებით ყველა აღფრთოვანებულია, მორიდებულებს პატივს არავინ მიაგებს. 29 კანონი. ყველაფერი ბოლომდე დაგეგმეთ. ფინალი ყველაფერია. დაგეგმეთ ფინალამდე მიმავალი მთელი გზა. გაითვალისწინეთ ყველა შესაძლო შედეგი, წინააღმდეგობა, ფორტუნის გვერდის შექცევა, რამაც შესაძლოა თქვენი შრომა წყალში ჩაყაროს და წარმატება სხვას მოუტანოს. თუ კი უკანასკნელ ეტაპამდე გათვლით ყველაფერს, თქვენთვის მძიმე ტვირთი აღარ იქნება გარემოებები და გეცოდინებათ, როდის უნდა გაჩერდეთ. ფრთხილად მიეცით გეზი ფორტუნას და დაეხმარეთ, განსაზღვროს მომავალი შორეულ მომავალზე თქვენი ნაფიქრის საფუძველზე. 30 კანონი. თქვენი მიღწევები ძალდაუტანებელი უნდა ჩანდეს. თქვენი მოქმედებები ბუნებრივი და ადვილად შესასრულებელი უნდა ჩანდეს. უნდა დაფაროთ მძიმე შრომა, ვარჯიში და ხრიკები. როდესაც მოქმედებთ, იმოქმედეთ დაუძაბავად, თითქოს ბევრად მეტის გაკეთება შეგიძლიათ. არ გაცდუნოთ სურველმა სხვებს აჩვენოთ, რამდენს მუშაობთ, ეს მხოლოდ კითხვებს წარმოშობს. არავის ასწავლოთ თქვენი ხრიკები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ.
31 კანონი. აკონტროლეთ შესაძლებლობები. აიძულეთ სხვები ითამაშონ იმ კარტით, რომელსაც თქვენ ჩამოხვედით. საუკეთესო იმედგაცრუებები ისინია, რომლებიც სხვებს არჩევანის შესაძლებლობას აძლევს. თქვენი მსხვერპლები გრძნობენ, რომ ვითარებას აკონტროლებენ, სინამდვილეში კი თქვენი მარიონეტები არიან. ადამიანებს მიეცით არჩევანის შესაძლებლობა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში თქვენთვის სასარგებლო იქნება. უბიძგეთ, აირჩიონ ორი ბოროტებიდან ნაკლები, ამასთან ორივე თქვენს მიზნებს ემსახურება. დააყენეთ ისინი დილემის წინაშე, საითაც არ უნდა შებრუნდნენ, მათ გადათელავენ. 32 კანონი. გამოიყენეთ ადამიანების ფანტაზიები. ჭეშმარიტებას ხშირად თავს არიდებენ, რადგან ის მახინჯი და უსიამოვნოა. არასოდეს მოუხმოთ ჭეშმარიტებასა და რეალობას, თუ კი მზად არ ხართ აიტანოთ იმედგაცრუებით გამოწვეული სასოწარკვეთილება. ცხოვერება იმდენად მკაცრი და სევდიანია, რომ რომანტიკოსი და ფანტაზიის უნარის მქონენი უდაბნოში ოაზისებს გვანან. ყველა მათკენ მიისწრაფვის. მასების ფანტაზიების გამოყენებაში უდიდესი ძალა იმალება. 33 კანონი. აღმოაჩინეთ თითოეული ადამიანის სისუსტე. სისუსტე ნაპრალი ციხესიმაგრის კედელში, ყველას აქვს. ეს სისუსტე, როგორც წესი, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, უკონტროლო ემოცია ან მოთხოვნილებაა. შესაძლოა საიდუმლო სიამოვნებაც. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კი აღმოაჩენთ, თქვენს სასარგებლოდ მისი გამოყენება შეგიძლიათ. 34 კანონი. იყავით მეფე თქვენებურად, მოიქეცით მეფურად და სხვებით შესაბამისად მოგექცევიან. თქვენდამი დამოკიდებულებას ის განაპირობებს, თქვენ როგორ იქცევით. შორეული პერსპექტივის გათვალისწინებით, თუ ვულგარულად ან მეტისმეტად უბრალოდ გამოიყურებით, ადამიანებს აგდებული დამოკიდებულება ექნებათ. მეფე ხომ თავს პატივს წემს და იმავე გრძნობებს აღძრავს სხვა ადამიანებში. მოიქეცით მეფურად და საკუთარ ძალებში დარწმუნებულები, შექმნით შტაბეჭდილებას, რომ გვირგვინის ტარების ღირსი ხართ. 35 კანონი. ზედმიწევნით დახვეწეთ დროის შერჩევის უნარი. არასოდეს აჩქარდეთ, სიჩქარე საკუთარ თავსა და დროზე კონტროლის არქონის ნიშანია. ყოველთვის მომთმენად მოაჩვენეთ თავი, თითქოს იცით, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი თავისით მოვა. გახდით შესაფერისი მომენტის დეტექტივი, დაიჭირეთ დროის სულისკვეთება, ტენდენციები, რომლებიც ძალაუფლებამდე მიგიყვანთ. ისწავლეთ უკან დახევა, როდესაც დრო ჯერ კიდევ არ მოსულა და საჭირო მომენტში მძლავრი დარტყმა მიაყენეთ. 36 კანონი. შეიძულეთ ის, რაც თქვენ არ გაქვთ. უგულებელყოფა საუკეთესო შურისძიებაა. მცირე პრობლემის აღიარებით მას არსებობასა და ძალას ანიჭებთ. რაც მეტ ყურადღებას უთმობთ მტერს, ის მით მეტად ძლიერდება, ხოლო უმცირესი შეცდომა თავს მეტად იჩენს და უფრო შესამჩნევია მისი გამოსწორების მცდელობისას. ზოგჯერ უმჯობესია ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. თუ რაღაც გსურთ, მაგრამ ვერ იღებთ, უგულებელყავით. რაც უფრო ნაკლები ინტერესს გამოავლენთ, მით მეტად გაიზრდება თქვენი უპირატესობა. 37 კანონი. შექმენით მიმზიდველი სანახაობები. კაშკაშა ხატებები და გრანდიოზული სიმბოლური ჟესტები ძალაუფლების აურას ქმნის და მათზე ყველა რეაგირებს. შექმენით სანახაობები გარშემო მყოფთათვის, გამოიყენეთ თვალის მომჭრელი ვიზუალური გამოსახულებები და კაშკაშა სიმბოლოები, რომლებიც აძლიერებს თქვენს მყოფობას. გარეგნული იერით დაბრმავებული, ვერავინ შენიშნავს, სინამდვილეში რას აკეღებთ. 38 კანონი. იფიქრეთ, რაც მოგესურვებათ, მაგრამ მოიქეცით სხვების მსგავსად. თუ სხვების დასანახად დინების საწინააღმდეგოდ დაიწყებთ სვლას, გამოააშკარავებთ საკუთარ არასტანდარტულ იდეებს და არაორდინარულ გზებს. ადამიანები იფიქრებენ, რომ ყურადღების მიქცევა გსურთ და მათ ქედმაღლურად უყურებთ. ისინი მოძებნიან თქვენი დასჭის გზას იმისთვის, რომ მათ ცუდს უკეთებთ. ამიტომაც უმჯობესია კოლექტივს შეერწყათ და მასთან საერთო ენა მოძებნოთ. გაუზიარეთ თქვენი ორიგინალურობა მხოლოდ მომთმენ მეგობრებს და იმათ, ვინც აუცილებლად დააფასებს თქვენს განუმეორებლობას. 39 კანონი. წყალი აამღვრიეთ თევზის დასაჭერად.
რისხვა და ემოცია სტრატეგიული თვალსაზრისით კონტრპროდუქტიულია. ყოველთვის მშვიდი და ობიექტური უნდა იყოთ. მაგრამ თუ კი შეგიძლიათ მტრების განრისხება ისე, რომ თავად სიმშვიდე შეინარჩუნოთ, არნახულ უპირატესობას მოიპოვებთ. მტერი წონასწორობიდან გამოიყვანეთ, მის ამპარტავნობაში იპოვეთ ნაპრალი, მისი დახმარებით გამოიყვანეთ წონასწორობიდან და საჭირო სიმებზე იმოქმედეთ. მე-40 კანონი. შეიძულეთ უფასო სადილი. რაც უფასოდაა შემოთავაზებული, როგორც წესი, ან ოინია, ან ფარული ვალდებულება. ის, რაც ფასეულია, იმად ღირს, რომ მასში თანხა გადაიხადოთ. ფულის გადახდით თავიდან იცილებთ მადლიერებას, დანაშაულის გრძნობას და მოტყუებას. ასევე ხშირად გონივრულია სრული თანხის გადახდა, სრულყოფილებას ხომ ზედმეტი არაფერი აქვს. იყავით ხელგაშლილი და შეინარჩუნეთ ფულის ბრუნვა. ხელგაშლილობა ხომ ძალაუფლების ნიშანი და მაგნიტია. 51 კანონი. ნუ ეცდებით დიადი კაცის ტყავის მორგებას. ის, რაც პირველად ხდება, ყოველთვის უკეთესი და ორიგინალურია, ვიდრე შემდეგ გამეორებული. თუ კი დიადი ადამიანის მემკვიდრე გახდით, ან ცნობილი მშობლები ყავთ, მათ დასაჩრიდელად ორჯერ მაინც უნდა გადააჭარბოს თქვენმა მიღწევებმა. მათ ჩრდილში არ დაიკარგოთ და არ ჩარჩეთ წარსულში, რომელიც თქვენი შექმნილი არ არის. განამტკიცეთ საკუთარი სახელი და ბრირონება, შეცვალეთ კურსი. გაანადგურეთ ძალაუფლების მოყვარული მამა. უგულებელყავით მისი მემკვიდრეობა და ძალაუფლება მოიპოვეთ ისე, რომ თქვენებურად იკაშკაშოთ. 42 კანონი. დაარტყით მწყემს და ფარა გაიფანტება. ხშირად უსიამოვნებების მომტანი შეიძლება იყოს ერთი ძლიერი პიროვნება, შემაწუხებელი, პატივმოყვარე ხელქვეითი, კეთილი ნების მომწავნელი. ასეთ ადამიანებს მოქმედების თავისუფლების ნებართვას თუ მისცემთ, სხვები მათი გავლენის ქვეშ მოექცევიან. ნუ დაელოდებით მათ გამოწარმოქმნილი პრობლემების მომრავლებას, ნუ ეცდებით მათთან მოლაპარაკებას, ისინი გამოუსწორებლები არიან. გაანეიტრალეთ მათი მოქმედება, იზოლაციაში მოაქციეთ ან გააძევეთ. დარტყმა პრობლემების წყაროზე მიიტანეთ და ცხრები დაიფანტებიან. 53 კანონი. იმუშავეთ სხვების გულებსა და გონებაზე. იძულება რეაქციას იწვევს, რომელიც საბოლოო ჯამში თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებს. სხვები უნდა მოხიბლოთ იმისთვის, რომ მათ თქვენკენ წამოსვლა მოისურვონ. ადამიანი, რომელიც მოხიბლეთ, თქვენი ერთგული პაიკი ხდება. მოხიბლის საშუალებაა მათ ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ თავისებურებებსა და სისუსტეებზე ზემოქმედება. შეარბილეთ წინააღმდეგობის გამწევთა დაწოლა მათ ემოციებზე მუშაობით. ითამაშეთ იმაზე, რაც მათთვის ძვირფასია ან რისიც ეშინიათ. სხვა ადამიანების გულსა და გონებას თუ არად ჩააგდებთ, მათ შეძულდებით. 44 კანონი. იმუშავეთ სხვების გულებსა და გონებაზე. იძულება რეაქციას იწვევს, რომელიც საბოლოო ჯამში თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებს. სხვები უნდა მოხიბლოთ იმისთვის, რომ მათ თქვენკენ წამოსვლა მოისურვონ. ადამიანი, რომელიც მოხიბლეთ, თქვენი ერთგული პაიკი ხდება. მოხიბლვის საშუალებაა მათ ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ თავისებურებებსა და სისუსტეებზე ზემოქმედება. შეარბილეთ წინააღმდეგობის გამწევთა დაწოლა მათ ემოციებზე მუშაობით. ითამაშეთ იმაზე, რაც მათთვის ძვირფასია ან რისიც ეშინიათ. სხვა ადამიანების გულსა და გონებას თუ არად ჩააგდებთ, მათ შეძულდებით. 45 კანონი. იქადაგეთ გარდაქმნების აუცილებლობა, მაგრამ არასოდეს გადაამლაშოთ ყველაფრის და ერთბაშად რეფორმირებით. აბსტრაქტულად ყველას ესმის გარდაქმნების აუცილებლობა, მაგრამ ყოფით დონეზე ადამიანებს შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ. მეტისმეტად ბევრი სიახლე ამბოხს იწვევს. თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ახალ ბედა ან აუთსაიდერი ხართ, რომელიც ცდილობს საძირკველი ჩაუყაროს თავის ძალაუფლებას, დაანახვეთ, რომ პატივისცემით ეკიდებით საქმის წარმოების ძველებურ მეთოდებს. თუ კი ცვლილებები აუცილებელია, შემოიტანეთ როგორც არსებულის მსუბუქი გაუმჯობესება. 46 კანონი. ნურას დროს მოაჩვენებთ თავს მეტისმეტად სრულყოფილად. სხვებზე უკეთესად თავის მოჩვენება ყოველთვის სახიფათოა, მაგრამ ყველაზე სახიფათოა თავის მოჩვენება ადამიანად, რომელსაც ნაკლოვანებები და სისუსტეები არ ახასიათებს.
შური მდუმარე მტრებს ამრავლებს. ყველაზე გონივრულია დროდადრო აღიაროთ მარცხი და უმნიშვნელო შეცდომები. ამ გზით ჩააცხრობთ შურს და უფრო ადამიანური გამოჩნდებით. მხოლოდ ღმერთები და გარდაცვლილები შეიძლება სრულყოფილებად მოგვეჩვენოს. 47 კანონი. არასოდეს აუაროთ გვერდი მიზანს. გამარჯვებულმა ისწავლეთ, როდის შეჩერდეთ. ხშირად ყველაზე სახიფათო გამარჯვების მომენტია. ბრძოლის შუაგულში გადაჭარბებულმა დაჟინებულობამ და უკიდურესად გატაცებამ შესაძლოა იქამდე მიგიყვანოთ, რომ გადააბიჯებთ დასახულ მიზანს და მეტისმეტად შეტოპავთ, მტრებს მოიმრავლებთ, კი არ გაიმარჯვებთ. არასოდეს დაუთმოთ ცურწმენებს, თქვენს გონებაზე გაბატონდნენ. არაფერი ცვლის სტრატეგიასა და გულდასმით დაგეგმვას. დაისახეთ მიზანი და როდესაც მას მიაღწევთ, შეჩერდით. 42 კანონი. შექმენით ამორფულობის შთაბეჭდილება. დადგენილ ჩარჩოებში მოქცევით, ხელშესახები გეგმით, შეტევისთვის კარგი სამიზნე ხდებით. იმის ნაცვლად, რომ ადვილად ხელჩასაჭიდი გახდეთ მტრისთვის, იყავით მუდმივი მოძრაობისა და ადაპტაციის მდგომარეობაში. იმოქმედეთ პრინციპით, რომლის თანახმად განსაზღვრული არაფერია და არავითარი კანონი დადგენილი არ არის. თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა იყოთ წყალივით დენადი და უფორმო. არასოდეს დადოთ ფსონის სტაბილურობასა და მყარ წესრიგზე. ყველაფერი იცვლება. დასკვნა. მართალია, ჩვენ ყველანი ძალაუფლებისკენ მივისწრაფით. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ძალაუფლება ეფუძნება მოტყუებასა და ექსპლუატაციას. ის არ ტოვებს ადგილს ნამდვილობისთვის. ძალაუფლების თამაშში აუცილებელია ბევრი ნიღბის ტარება და ხრიკების არსებობა. გარეგნობით მანიპულირების უნარი გამოარჩევს ადამიანებს ცხოველებისგან. ეს თქვენი ყველაზე ეფექტური იარაღია. ამ ბრძოლაში თქვენი ფარია მოთმინება, სასარგებლო ინსტრუმენტი. მას მაშინ გამოიყენებთ, როდესაც ემოციების კონტროლი ან მოქმედებისთვის შესაფერისი მომენტის ლოდინი დაგჭირდებათ. თქვენი რეაქციები კარგად უნდა იყოს გააზრებული, რისი დაუფლებაც დიდ დროს მოითხოვს. ალბათ შენიშნეთ, რომ ბევრი კანონი იწყება სიტყვებით, როგორიცაა ნუ ან არასოდეს. ეს იმიტომ, რომ ძალაუფლების მოპოვების თქვენი უნარი ძირითადად დამოკიდებულია იმ ქმედებებზე, რომლებსაც უნდა მოერიდოთ და არა მათზე, რომლებიც უნდა ჩაიდინოთ. გააცნობიერეთ, რა ფასი ექნება კონკრეტულ ქმედებას. ზოგიერთი წესი შეიძლება საკამათოც მოგეჩვენოთ. რობერტ გრინი ძალაუფლებას ამორალურად მიიჩნევს. ის არც კარგია და არც ცუდი. შეგეძლიათ აირჩიოთ ამ კანონებს სრულად გამოიყენებთ, შერჩევით თუ სრულად უგულებელყოფთ. სცადეთ ეს. საკუთარი ან სხვისი ქცევის ანალიზისას დააკვირდით, როგორ მოქმედებს ის სხვა ადამიანებზე, განურჩევლად მათი განზრახვებისა. ზოგიერთი თქვენი ქმედება შეიძლება საზიანო იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი აღიარება და შესაბამისი კორექტირება. ნამდვილად მოქმედება სასარგებლოა კონფლიქტების გადაჭრასა და ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რადგან ის აცნობს სხვა ადამიანს თქვენს საჭიროებებსა და გრძნობებს. ამგვარად, შეგეძლიათ იპოვოთ გადაწყვეტილება, რომელიც ორივესთვის სასარგებლო იქნება, იმის ნაცვლად, რომ ერთმა მეორეზე ისარგებლოს.